თქვენ სახალ ინიციატივაზე უნდა კითხოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ პირდებით დაგაფინანსებთ, რის სანაცვლოდ აძლევთ ასეთ პირობას, იმ შემთხვევაში თუ ისინი უცხოური დონორების დაფინანსებაზე უარს იტყვიან? ნახეთ, აი საინტერესო მსჯელობა გაიშალა და მადლობა ამისათვის. ანუ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია ფულს იღებს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც სანაცვლოდ იღებს, ხო? ხო ესეა? ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია როცა იღებს ფულს, ის იღებს ამას რაღაც სანაცვლოდ, ხო? და უცხოელი პარტნიორები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეიტანონ. არა, ნახეთ, თქვენ ნუ გადაგაქვთ აქცენტი. ანუ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს ფულს, ის ამ ფულს იღებს რაღაცის სანაცვლოდ, ხო? ანუ რაღაცა დაკვეთას იღებს. რომ ევროპული დემოკრატიული ფასეულობები იყოს დაცული ქვეყანაში, განხორციელდეს სხვადასხვა პროექტი, რომელიც სასარგებლო იქნება ანუ თითოეულ რაღაცა დავალებას მოქალაქისთვის. იღებს და ამ დავალებას ასრულებს. ხო, ანუ არის რაღაც ინტერესი, რაც მიყვება ფულს და ამ ინტერესის განხორციელება არის არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქცია, ხო? როდესაც მაგალითად ლუქსემბურგის მთავრობა აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს, ხო ასეა? იმისათვის, რომ სხვადასხვა პროექტი განახორციელონ, ხომ მეთანხმებით. არა. და ჩემს კითხვაზე მიპასუხეთ. ანუ ჩვენ ნახეთ, თქვენ რასაუბრობთ, რომ ჩვენ რო აფინანსებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამას ვაკეთებთ კარგული ინტერესით, ხო? რომ ქართველი ხალხის ინტერესი იყოს დაცული, ამიტომ აფინანსებენ უცხოელი პარტნიორები ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ რო აფინანსებთ NGO-ებს, რო ვაპირებთ NGO-ების დაფინანსებას, ანუ რაღაც ინტერესი გვაქვს, ხო? და გეკითხებით ამიტომ რა არის ეს ინტერესი და პირობა? ანუ გვაქვს ინტერესი. და ამ ინტერესის რეალიზებისთვის გვჭირდება NGO-ები, ხო ასეა? ანუ ჩვენ თუ დავაფინანსებთ NGO-ებს, ხდებიან თუ არა ისინი საქართველოს მთავრობის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები, ქართული ხალხის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები, ხო ხდებიან? აი, იგივე მთავრობის ინტერესების გამტარებელს, ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელთან ბატონო ირაკლი. ამ შედეგს ნუ გაექცევით. ანუ ჩვენ თუ დავაფინანსებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ესე იგი ჩვენ გვაქვს ინტერესები და ეს ორგანიზაციები გაატარებენ ჩვენს ინტერესებს, ხო ასეა? ხო მეთანხმებით? არა, კი თუ არა? არა, კი. ხო, ნახეთ. მთავრობის მართველი პარტიის. ნახეთ, მადლობა აღიარებისთვის. გამჭირვალობის კანონში მეტი არაფერი არ წერია. როდესაც საქართველოს მთავრობა გეთანხმებით, როდესაც საქართველოს მთავრობა აფინანსებს NGO-ებს, ეს NGO-ები ატარებენ ქართული ხალხის ინტერესებს. და როდესაც სხვა ქვეყნის მთავრობა აფინანსებს NGO-ებს, მაშინ ეს NGO-ები ატარებენ სხვა ქვეყნის ხალხის ან სხვა ქვეყნის მთავრობის ინტერესებს. ეს წერია და თქვენ ამას ეძახეთ სტიგმატიზაციას, რაც ახლა აღიარეთ. ეძახით, იმიტომ რომ წეღან არგუმენტებიც მოგიყვანეთ ბატონო ირაკლი. უცხოელები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს ასეთი ინტერესები გატარებული და რუსულ. ახლა ნახეთ. ანუ მთავრობისგან დაფინანსება არ მოგცემთ, ხო? მთავრობა რო აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანუ არ მოგცემთ ეს. ხო. ნახეთ, ესე იგი საქართველოს მთავრობა რო აფინანსებს NGO-ს, ეს არის გამოწვევა და ამერიკის, გერმანიის ან ლუქსემბურგის მთავრობა რო აფინანსებს NGO-ს, ეს არ არის გამოწვევა. ეს ხო მონური დამოკიდებულებაა. ხო და საქართველოს მთავრობისგან თუ უნდა იყოს დამოუკიდებელი, ამერიკის და გერმანიის მთავრობისგან რატო არ უნდა იყოს დამოუკიდებელი? ნახეთ, ახლა კიდე მეორე აღიარებით ჩვენება დადეთ. როდესაც, ნახეთ, ერთსამით, კიდე ერთი დამაცადეთ, ახლა ერთსამით დამაცადეთ, ახლა ძალიან გთხოვთ. თქვენ მორიგი აღიარება დადეთ ახლა მაგიდაზე. ესე იგი, თქვენ თქვით, რომ თუ მთავრობა აფინანსებს NGO-ებს, ეს NGO ხდება დამოუკიდებელი მთავრობაზე. და მე გეკითხებით მარტივ რამეს. როცა ამერიკის მთავრობა როდესაც ამერიკის მთავრობა აფინანსებს NGO-ს, რატო არ ხდება ეს NGO დამოუკიდებული ამერიკის მთავრობაზე? ან გერმანიის მთავრობაზე, ან ლუქსემბურგის მთავრობაზე? ბატონო ირაკლი, იმიტომ რომ პასუხი არსებობს, როგორ არ არსებობს და არ მომისმინეთ ეთქობა, რამდენჯერმე გიპასუხეთ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ამოცანა არის, რომ საქართველოში იყოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები გატარებული და ინტერესები გატარებული. ჩვენ ცუდი ამოცანებით ვაფინანსებთ NGO-ებს? ჩვენ არ ვიცით, ამიტომ ქართულმა ხალხმა იცის, ისინი რატო აფინანსებენ NGO-ებს. ნახეთ, ერთი წამით. ჩვენი ხალხი ენდობა ჩვენს პარტნიორებს, ევროკავშირსაც ენდობიან ადამიანები და ამერიკის შეერთებული შტატები. პოლიტიკური პარტიების დაფინანსება რატო გვაქვს აკრძალული? დააფინანსონ ამერიკის მთავრობამ და საფრანგეთის მთავრობამ პოლიტიკური პარტიებიც. თუ ენდობით, რატო არ ვაფინანსებინებთ? სუვერენიტეტის ამბავია, ხო ეს ყველაფერი. არ შეიძლება ენდო ვინმეს. ერთ-ერთი რასაც შეიძლება ენდო, ეს არის საკუთარი თვალები. და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ NGO-ებს როცა დავაფინანსებთ, ეს დაფინანსება იქნება გამჭვირვალე. და სწორედ იმის გამო, რომ ვიღაცეებს ეშინოდათ,
საკუთარი ფინანსების გასაჯაროების, ამიტომ ატეხეს ამხელა პანიკა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ეს არის სიმართლე. ეს არის სიმართლე. ეგ ეტყვით, ახლა რა ჭხა კორუფციას? კი ბატონო. რა ჭხა, კარგი კითხვაა, მადლობა. რა ჭხა კორუფციას? პირადად ჩემი ინტერესია, ანუ კორუფცია არსებობს სხვადასხვა დონეზე, ხო? შეიძლება კორუფცია არსებობდეს პრემიერ-მინისტრის დონეზე, შეიძლება არსებობდეს მინისტრის დონეზე, შეიძლება არსებობდეს დეპარტამენტის უფროსის დონეზე, შეიძლება არსებობდეს საჯარო მოხელის დონეზე, ხო? და ეს ყველა ქვეყანაში ასეა, ხო? ანუ სხვადასხვა დონეზე შეიძლება არსებობდეს კორუფცია. თუ შენ არ გაქვს პირადი ინტერესი, რომ ქვეყანაში არსებობდეს კორუფცია, შენ ძალიან მარტივად დააფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისათვის, რომ ყველა დონეზე მათ იზრუნონ კორუფციული ფაქტების იდენტიფიცირებაზე და შემდეგ შენ შეძლო ამ ფაქტების აღმოფხვრა. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. და სხვათა შორის კორუფციის აღმოფხვრაში ნულოვან დახმარებას გვიწევენ დღეს ის ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ნულოვან დახმარებას გვიწევენ. ტყუილებით არის სავსე. არც ერთი ფაქტი, რასაც შეიძლება დაეხდო იმისათვის, რომ ქვეყანაში კორუფცია აღმოფხვრა.